ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს განმარტოს თუ როგორ გააგრძელებს შეერთებული შტატები მოქმედებას ვაჭრობის კუთხით, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გლობალური ტარიფები გააუქმა. ევროკომისია ვაშინგტონს მოუწოდებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სრულად გამჭვირვალედ იმოქმედოს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ამჟამინდელი მდგომარეობა ხელს უშლის სამართლიან დაბალანსებულ და ორმხრივად სასარგებლო ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვას, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდა და რაც 2025 წლის აგვისტოს ევროკავშირ აშშ-ს ერთობლივ განცხადებაშია ასახული. კომისია ყოველთვის სრულად დაიცავს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის კომპანიებისა და ექსპორტიორებისთვის სამართლიანი მიდგომები, პროგნოზები უნდა არსებობდეს და ისინი სამართლებრივად უნდა იყვნენ დარწმუნებულები. შეთანხმება, როგორც შეერთებული შტატების უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირი ელის, რომ აშშ პატივს სცემს ერთობლივ განცხადებაში გაწერილ ვალდებულებებს, ისევე როგორც ევროკავშირი ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. კერძოდ, ევროკავშირის პროდუქტებმა უნდა გააგრძელონ ყველაზე კონკურენტული პირობებით სარგებლობა, ტარიფების ზრდის გარეშე იმ მკაფიო და ყოვლის მომცველი ზღვრის მიღმა, რომელიც ადრე შეთანხმდა. ტარიფები გადასახადებია, რომლებიც ხარჯებს ზრდის როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ამას ბოლოდროინდელი კვლევები ნათლად ადასტურებს. არაპროგნოზირებადი გამოყენების შემთხვევაში ტარიფები თავისთავად დესტრუქციულია, ძირს უთხრის ნდობას და სტაბილურობას გლობალურ ბაზრებზე და ქმნის დამატებით გაურკვევლობას საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებში. შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ 20 თებერვალს უკანონოდ ცნო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები. რადგან სასამართლოს აზრით პრეზიდენტმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და მიითვისა კონგრესის ფუნქცია გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას ახალი გაზრდილი 15%-იანი ტარიფების დაწესება სურს. შტატების ტარიფების პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროკავშირში გაურკვევლობაა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ მოქმედებს თუ არა გასულ ზაფხულს შოტლანდიაში დადებული სავაჭრო შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი ტარიფების ფონზე მიაღწიეს. ევროკავშირში ასევე განიხილავენ ამ სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების შეჩერებას. ევროკავშირის კანონმდებლების ნაწილი ევროპარლამენტს მოუწოდებს